სამწუთებში ნაციონალურ მოძრაობაში ბრიფინგია ჩანიშნული, ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ მათ ჩვენ აუდიტორიასაც გააგებინონ რის. 60 დღეზე მეტია ნაციონალურ მოძრაობას აქვს კონკრეტული მოთხოვნები და პრეტენზიები თორნიკე რიჯვაძის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. თუმცა რა თქმა უნდა დღეს განსაკუთრებით მოხდა იმის დამტკიცება, რომ ჩვენი ასე ვთქვათ მოთხოვნები და პრეტენზიები არის აბსოლუტურად სწორი და ლოგიკური. იმიტომ რომ მთავარი არგუმენტი რაც ხონდა ხოცური ვერსიის გასამყარებლად ამ ხალხს, ხოცებს, ეს ვერსია ფაქტობრივად გაცამტვრდა დღეს. რატომ? იმიტომ რომ ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს და ამ რაღაც მართლა მონაჩმახის და აბსურდული ვერსიის უნდა დაგვეჯერებინა და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პირველ რიგში თავის აღმოჩნევას, რომ ეს ყველაფერი უნდა დაგვეჯერებინა, აღარ მოყვები სიუჟეტს და ამ თითქოს და ამის დასამტკიცებელი მთავარი საბუთი იყო ვიდეო მტკიცებულება, რომელიც გამოქვეყნება არ მოხდა ამ 60 დღის მანძილზე და გამოჩნდა, რომ ეს ვიდეო მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ხალხი იძახდა, რომ ჩანს როგორ იგებს იარაღს თორნიკე რიჯვაძეო, როგორ გადისო და გადაადგილდება ამ იარაღითო, დღეს თვითონ აღიარეს, რომ ასეთი ვიდეო მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს და თითქოს და არ ჩანს და კაფეო ვერ არის ეს ვიდეო მტკიცებულება. ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე ძალიან მალე ხდება ხოლმე როგორც ვიდეო მტკიცებულების გამომზეურება და წარსულში უამრავი მაგალითი არსებობს ამის, ასევე ექსპერტიზის დასკვნის დადებაც მალევე ხდება ხოლმე. ექსპერტიზის დასკვნა 60 დღეზე მეტია ვითხოვთ, ესეთი გახმაურებული საქმე არ ახსოვს უახლოესი საქართველოს ისტორიას ვერ მოხერხდა, არა და 5-6 დღეში და იმავე კვირაში ხდებოდა ხოლმე ვიდეო მტკიცებულებების გამომზეურება. არ მოხდა ასევე, რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნის გამომზეურებაც. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ნიკოლაიშვილი, რომელიც ფაქტობრივად თავარი ფიგურანტი გახლავთ ამ საქმის, რომლის იარაღითაც მოხდა გასროლა, რომლის სახშიც მოხდა გასროლა, სადაც ვიდეო მტკიცებულების თურმე არ არსებობს ამ კაცის გამომართლებელი, არათუ დაკავებული არ არის, რასაც ჩვენ ვითხოვთ ნაციონალურ მოძრაობა. საერთოდ სასამართლოს ხომებზე არც დადის, არც ცხადდება. ან ფაქტობრივად კანონი აღარ კანონობს ამ ქვეყანაში უკვე ღიად, ხო? პირდაპირ ხედავთ ამ ყველაფერს და მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი გელაძე. ამ ადამიანთან დაკავშირებით არსებობდა ძალიან, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში არსებული კონკრეტული, ასე ვთქვათ, ვერსიები, რომ ეს ადამიანი მათ შორის იმყოფებოდა ადგილზე, ხო? რა ერთი ვიდეო მტკიცებულება, ერთი მტკიცებულება ამ პროკურატურამ როგორ არ თქვა, ან როგორ არ გამოჩნდა ამ ვერსიების გასაქარწყლებელი. ერთი ვიდეო მტკიცებულებაც როგორ არ გამოჩნდა და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიტაცებულია ეს ძალაუფლება, ეს ადამიანი არ უნდა იკავებდეს, ხო, ამ ყველაფრის შემდგომ, რაც მე ჩამოვთვალე, ასეთი მნიშვნელოვანი საქმის მინერობისას, ხო, აღარ უნდა იკავებდეს, ხო? მართალია მიტაცებული ძალაუფლება და უკანონო და არალეგიტიმური არის ხელისუფლება და თვითონ მისი თანამდებობის, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებას არაკანონიერი და არალეგიტიმური გახავთ, მაგრამ აი ამ კონტექსტშიც, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი არ უნდა იკავებდეს ამ თანამდებობას. ამიტომაც ჩვენ კვლავინდებურად გვჩება ეს მოთხოვნები, კვლავინდებურად საცნაურია, რომ ადამიანები ერთმანეთს მოსაკლავად იმეტებენ და შემდგომში ამ საქმეს არ იძიებენ. სადაც ივანიშვილის ბანდის ერთ-ერთი ლიდერის კონკრეტულ საქმეს ასეთი მაღალი ინტერესის მქონეს არ იძიებენ და ფაქტობრივად კლავენ იმეტებენ მოსაკლავად ადამიანს და შემდგომში არც ერთი ადამიანი არ არის იდენტიფიცირებული და დასჯილი და საერთოდ საჯარო ინტერესი არ კმაყოფილდება. თქვენ უსმენთ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე ბრიფინგს